პირველ საკითხზე გასაგებმიზერის გამო სიმბოლური დატვირთვა აქვს, იმიტომ რომ ეს არ ხდება ეს საკითხია. რაც შეეხება დეკემბრიდან ტელეკომპანია იმედი დაიწყეს კვირაში ორჯერ ტოკ-შოუს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ოპოზიციის ლიდერები, ამაზე მივახციეთ შეთანხმებას, ხოლო ახალი პრეზიდენტი ჩვენ გეგმავთ უკვე პრაიმ ტაიმში ყოველკვირეული ტოკ-შოუს გაგზავნა. ეს გადაწყვეტილება ტელეკომპანია იმედის ხელმძღვანელობამ გაერთიანებული ოპოზიციის წევრებთან და სახალხო დამცველთა ნორმატივიანი მოლაპარაკების შემდეგ მიიღო. ორი მოთხოვნიდან, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა იმათთან დღეს გამართულ აქციაზე კიდევ ერთხელ გააყენეს, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ მხოლოდ ერთი პირდაპირ ეთერში ტოკ-შოუს აღძენა დააკმაყოფილა. გაერთიანებული ოპოზიცია მიღწეული შედეგით კმაყოფილია. დიდი ნაცვლად ალეკოსაც ვცავი რომ ჩვენ მათი პირით პრაქტიკულად სხვას ველაპარაკებოდით, თუმცა ამ ადამიანებმა ძალიან ყურადღებით მოგვისმინეს. მე გიყვებით იმას, რაც იმ ოთახში ხდებოდა. ჩვენ ისინი პირდებიან, რომ 15 დეკემბრიდან კვირაში ორჯერ ვახოსანაია დაიყვანა პირდაპირ ეთერში კიდევ მეორე ტოკ-შოუს და იანვრიდან, როგორც ისინი პირდებიან, უკვე ამის ეთერში კვირაში ჯერჯერობით ერთხელ საღამოს ეთერში იქნება მთელ საქართველოზე პირდაპირი ეთერი. კვირაში ორჯერ იქნება გადაცემა. უკვე რაღაც წარმატება, იმიტომ რომ თუ კი თბილისის მაყურებელს დღეს აქვს საშუალება რაღაც ალტერნატიული აზრი გაიგოს მეტნაკლებად მაინც რეგიონები ამას მოწყვეტილი არიან, იმიტომ რომ რეგიონებში ის ტელევიზიები, რომლებიც რეგიონებს მთელ საქართველოს ფარავენ, ამას არ აკეთებენ. ამიტომ ეს შეიძლება ძალიან მცირე, მაგრამ მაინც წარმატებაა. აქციაზე მყოფი პარტიებიდან უკმაყოფილო როგორც მიღწეული შედეგით, ასევე ტელეკომპანია იმედის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებით მხოლოდ საქართველოს ქვის სამომეს ზურაბიშვილი აღმოჩნდა. ზურაბიშვილმა აქცია დამთავრებამდე დატოვა. მიზნად ზურაბიშვილმა ტელეკომპანიის არაკანონიერი მფლობელები დაასახელა. არ ვეთანხმები მოლაპარაკებებს ამასთან, ვინც არიან ამ შენობაში. არავის არ მოკითხავს ჩემთვის, ამიტომ ჩვენ გეუბნები, ჩვენ თუ არ ვცნობთ იმედი დღევანდელ დღეს და თუ ჩვენ ვთვლით, რომ თავიანთ მფლობელებს წარსვლეული არის იმედი, არ შეიძლება რომ ვიღაცებს ვინც აქ დღეს დაველაპარაკოთ რაღაცაზე, რომ დამისმე რაღაცა, დამინაწილოთ რაღაცა. ესენი არ არსებობენ, უნდა დაუბრუნდეთ იმედი თავის მფლობელებს და უნდა გახდეთ ოპოზიციური ტელევიზია, ჩვენ გვჭირდება თავისუფალი ტელევიზია. ტელეკომპანიებთან გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებმა შეკრება 12 საათისთვის დაიწყო. საგრძნელი პიკეტირება ხალხის სიმცირის გამო გადაიდო. აქციის მონაწილეებში 5 ოპოზიციის ლიდერებმა ტელეკომპანიის ეზოში სახელდახელოდ მოწყობილი ტრიბუნიდან მიმართეს. მათი თქმით, ვარდობის რევოლუციის შემდეგ ქვეყანაში არც თავისუფალი მედია და არც დემოკრატია არსებობს. აქციას ოპოზიციური პარტიებიდან მხოლოდ ლეიბორისტები შეუერთდნენ. ეს არის ვარდების რევოლუციის სამგლის კრისტალი, იმიტომ რომ როცა საქართველოში ჩვენ გვესაუბრებიან დემოკრატიული რევოლუციის კრისტალებზე, დემოკრატიულ რეფორმებზე, დემოკრატიული რეფორმების სიმბოლო საქართველოში არის ტელეკომპანია, რომელიც ზუსტად 1 წლის წინ დაარბიეს სპეცნაზელებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებმა და დღემდე ეს სპეცნაზები და ეს მაროდიორები შედიან ამ შენობაში. ამიტომ მაინამდე ვიგრე ეს ტელეკომპანია იქნება მერაბიშვილი და მისი სპეცნაზების კონტროლში საუბარი დემოკრატიული რეფორმებზე და დემოკრატიული რევოლუციის კრისტალებზე საქართველოში არის სასაცილო. ამ დემოკრატიის მოწყობილი ხელისუფლების შემდგომ არის კონტროლი ქვეყანაში ყველა ინდივიდუალები. ყველა თავარი დემოკრატიული პრინციპები. რომელიც დემოკრატიული ქვეყანა. ყველა ის ხალხი განანიჭებული. ყველა ხუთი პერიოდი არის უდიდესი მისარება. დაწყებული სამართლიანობის საკითხი, დამთავრებული სოციალური პრობლემები და ყველაზე მცირე რასაც ნახეთ, ეს არის ქვეყნის ტერიტორია. ჩვენი ქვეყანა საქართველოს უკაზე კიდევ უფრო პატარა და კიდევ უფრო მცირეა. მარადიორების ხელშეწყობა არის მარადიორობა. თქვენ ახართ მარადიორობის მონაწილეები. თქვენ ახართ მარადიორობის მსახურები იცოდეთ და უნდა თქვენოდეთ. ეს არის სიცხვილი, რომელსაც თქვენ ვერ მოიბანთ, ვერც თქვენ და ვერც თქვენი შთამომავლობა. სააკაშვილმა გიორგოვის დღესასწაული მიულოცა ქართულ ხალხს. ალბათ ყველაზე დიდი მილოცვა მისი მხრიდან იქნებოდა ის, რომ
ეს გაეკეთებინა განცხადება გადადგომის თაობაზე. რო არის რომ ეს კაცი ოცილდეს ქართულ ხალხს. აქციის მონაწილეებს დღეს ჟურნალისტებმა მიმართეს ტელეიმედის თანამშრომლობის სამსახურის დატოვების წინ მოუწოდეს. მე მინდა განვაცხადო სრული პასუხისმგებლობით. იმედის დაშლის პროცესი დაიგეგმა ოთაჭალაში, ვანო მერაბიშვილის სამსახურში. ამ დაგეგმვაში მონაწილეობდნენ სამწუხაროდ მაღალ ჩინოსნები, რომლებიც დღეს აპირებენ ოპოზიციაში შესვლა და შესრულება. იმედის დაშლის პროცესში წვლილი შეიტანეს ჟურნალისტებმა. ჩემმა კოლეგებმა ეს არის ძალიან ძიმე ჩემი მხრიდან ამისი თქმა. მაგრამ საქართველოში აღარავითარ უნდა განმეორდეს ის დრო, როცა მასობრივად აი ასეთი ჩუმად დატოვებენ ჟურნალისტები მაყურებელს თავის სამშობლოს. როგორც ექიმმა შეიძლება გაემართოს თავი იმით, რომ საწამლოს არიგებს თავის პაციენტებისთვის იმიტომ, რომ ისი გეცელსაც არ შეწოდა, სწორედ ასე არ შეიძლება ჟურნალისტმა გაემართოს თავი იმით, რომ რა ვქნა, ოჯახის გასარჩენ და ამიტომ ამბობს ისწრებს. ეს საქართველოს გადარჩენა ძალიან სწრაფად შეუძლია ჟურნალისტებს, ვინც ისინი გაერთიანდებიან და უარსიცხვიან ციცრუებს საუბარზე ეკრანებიდან. ამიტომ მე მოუწოდებ დღეს გიორგოვის გამყინვალე დღესასწაულზე ყველა ჟურნალისტს დატოვონ სამსახურები, ყველა სახელმწიფო არხზე. ტელეკომპანია იმისთან საპროტესტო აქცია 2 საათში დაიშალა. გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ დღესდღეობით შედეგი იმის მაქსიმუმია, რითი გაკეთება ამ ეტაპზე მოხერხდა. მათთვის აქციები ეთნის მიხედვით გაგრძელდება 9 აპრილს მთელი საქართველო ქვეყანაში არსებული რეჟიმის წინააღმდეგ გაერთიანდება. მართლმადიდებელი სამყარო დღეს წმინდა გიორგის წამების დღეს აღნიშნავს. ყველა ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო პირველოთვა აღებინა. სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლ გიორგობის დღესასწაული საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მიულოცა. საზეიმო პირველოთვა საქართველოს პრეზიდენტი ოჯახთან ერთად ესწრებოდა. სამების ტაძარში ხელისუფლების გარდა ოპოზიციის ლიდერებიც იმყოფებოდნენ. პატრიარქის შემდეგ გიორგობა ქართულ ხალხს მიხეილ სააკაშვილმა მიულოცა. Rezakos საქართველოს უნდა ვიცოდეთ, რომ გასვახტოს უნდა სპარდეს, რომ წარმოუდგენელია საქართველოს აფხაზეთის გარეშე, სიძველის გარეშე, გუშინ მე მივიწყე Milori da Gheorghe Cadrigan, Teletori, da Lucrețion, Aseneben, Roseci, Sacacula, da Tismadri, Cadrega Maledro, Rosa, Vizoinet, საქართველოს ძალიანობა ღმერთმა გაგვიოცოს ჩვენთან ღმერთი საქართველოს არის და იქნება. საქართველოს იქნება ბევრად უფრო დიდხანს და იქნება მუდმივად. და ეს ხალხი საქართველოს არ არსებობას გამოს ის ხალხი აუცილებლად დამარცხება. ჩვენ უნდა ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს და ჩვენ ბოლომდე უნდა გავიტანოთ ეს ჩვენი